კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მსოფლიო ბანკის ჯილდოს მფლობელია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სააგენტო ედინბურგში მიმდინარე კონფერენციაზე დაჯილდოვდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ჩატარებული მედიკამენტების ფასების კვლევა და მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილებაა. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია წამლების ფასების შეთანხმებულ დადგენაში 2 წლის წინ დაადანაშაულა და 53 მილიონი ლარი დააჯარიმა. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა ექსპერტები მონიტორინგის შედეგებს პრეცედენტულად უკვე აცხადებენ და მოლოდინი აქვს, რომ სამომავლოდ მომხმარებელი მეტად დაცული იქნება. გარკვეულწილად ბაზარზე შესაძლებელია ითქვას, რომ თამაშის წესები შემოვიდა სამართლიანი. ექსპერტები ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის დადებით მხარეებზე საუბრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებამ ქვეყანაში ისეთი პრეცედენტი შექმნა, რომ ამ ბიზნესში მოქმედი კომპანიები მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით თვითნებურ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებენ. ეს ყველაფერი კი მედიკამენტებზე დაბალი ფასების და მომხმარებლების ინტერესების დაცვის წინაპირობა უნდა გახდეს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ფარმაცევტული სექტორი არის საკმაოდ სენსიტიური სექტორი და თუ ამ სექტორში იქნება საშუალება, ესეც პრობიზნესურია, თუ იქნება საშუალება ბიზნესი ნებისმიერი ფორმით ხაზს უსვამ, რა თქმა უნდა შეიძლება უფრო მეტი მოგების მიღება. ამისი რეგულატორი არის ჩვენი კანონმდებლობით, ყოველ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო და რა თქმა უნდა შემდგომი მონიტორინგი იქნება აუცილებელი იმისათვის, რათა გარკვეულწილად სამართლიანობა შენარჩუნდეს ამ მიმართულებით. კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევა 2 წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც 4 კომპანია 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა. 9 თვიანი მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ 2020-2023 წლებში კომპანიებში ავერსი, გეფა, პსპ და მერმისი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ და მათ ფიქსაციას ახდენდნენ. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგი იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის ჯილდო მიიღო. სააგენტოს ჯილდო ედინბურგში კონკურენციის საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა. ეს ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160 ქვეყანას აერთიანებს. საბოლოო ჯამში უზრუნველყო ბაზარზე გარემოს გაუმჯობესება კონკურენციის თვალსაზრისით, ფასების კლება პაციენტებისთვის და მსოფლიო ბანკის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ დაახლოებით წლიურად აღნიშნული რეფორმების განხორციელების შედეგად საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს წლიურად 75 მილიონი დოლარის თანხის დაზოგვა მედიკამენტების შესყიდვაზე. მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციების დანერგვა საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, ეს იყო ძირითადად ელექტრონული რეცეპტები, ეს იყო ხარისხის სტანდარტები, ეს იყო რეფერენტული ფასწარმოქმნის შემოღება. ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც აღმოჩნდა, რომ მართებულია და რეალურად დადებითი როლი ითამაშა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ამ სექტორში, რა თქმა უნდა, ესაფუძვლება მათ შორის ის, რომ კონკურენცია სწორი მოდელით არის ჩამოყალიბებული. კონკურენციის სააგენტო ამჟამად 14 მედიკამენტის ფასს 8 ფარმაცევტულ კომპანიაში იკლავს. მოკვლევის შედეგები სექტემბერში დასრულდება და დადგინდება. მოქალაქეებს უწევთ თუ არა ჭარბი ფასის გადახდა, თუ მედიკამენტებზე ფასების საბაზრო ღირებულების შესაბამისად დადგინდა. ჩვენი მოკვლევის მიზანია გარკვეული იქნას არიან თუ არა დომინანტები, აღნიშნული კომპანიები აღნიშნულ ბაზარზე და მაღალი ფასნამატები, რომელიც არის 200% და მეტი, არის თუ არა ობიექტური და კონკურენტული გარემოს ფასწარმოქმნის შედეგად მიღებული. ანუ ჩვენი მოკვლევის მიზანია გავარკვიოთ, არის თუ არა ჭარბი ფასი დაწესებული ჩვენი მოქალაქეებისთვის. კონკურენციის სააგენტოსა და 4 ფარმაცევტულ კომპანიას შორის დავა ამ დრომდე სასამართლოში გრძელდება. მოუწევთ თუ არა კომპანიებს 53 მილიონი ლარის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოამბენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას შესთავაზე, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.